პუტინი იმედოვნებდა, რომ ირანის ომი მის ჩავარდნილ ეკონომიკას გადაარჩენდა. ამის ნაცვლად, ეხლა რუს ოლიგარქებს თხოვს, რომ რუსეთის მთავრობას ფული შესწირო. ეს ხუმრობა არ არის. მან მართლაც ჩაკეტა ისინი კრემლში, ერთ ოთახში და ასე სთხოვ. რა თქმა უნდა, პოლიტიკოსი, რომელიც ჩაკეტილ ოთახში ფულს ითხოვს, აუცილებლად არ ნიშნავს, რომ გაკოტრებულია, მაგრამ ეს ნამდვილად არ ეხმარება მის მდგომარეობას. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეხლა ეს ოლიგარქები დასავლურ მედიასთან საუბრობენ. შეხებით. ხედავთ, სულ რამდენიმე კვირის წინ პუტინმა რუსი მილიარდერები და ბიზნესმენები კრემლში მიიწვია. მან ისინი დიდ ოთახში შეიყვანა და როგორც კი კარები ჩაიკეტა, თავისი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა. თქვა, რომ რუსეთი ამ ომს გააგრძელებს მანამ, სანამ დანარჩენ დონბას არ დაიკავებს. მაგრამ არის ერთი პრობლემა, რომელსაც რუსეთი აწყდება. კრემლის ბიუჯეტში დიდი ხვრელია. და მან ყველაფერი სცადა და მართლა ყველაფერს გულისხმობ, რომ ეს ხვრელი შეევსო. მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით არაფერი გამოვიდა. ამიტომ ეხლა ის მიმართავს იმ ადამიანებს, ვინც ამ ომით ყველაზე მეტად სარგებლობენ. მილიარდერებს, რომლებიც ფლობენ თავდაცვის კომპანიებს და ომის მანქანიდან მილიარდებს შოულობენ. და ეხლა სწორედ ამ ადამიანებს თხოვს, რომ იმ ფულიდან ნაწილი გაიღონ. ეხლა სანამ გეტყვით, როგორ რეაგირებდნენ ამ მილიარდერები, ნებამომეცით გაჩვენოთ კიდევ, რა სცადა უკვე პუტინმა. გასულ წელს პუტინმა დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის აქტივები ჩამოართვა ოლიგარქებს, რომლებიც მის გეგმას საბჭოთა კავშირის აღდგენის შესახებ ბოლომდე არ უჭერდნენ მხარს. იცით, ადამიანები, რომლებიც ასე ძალიან არ უჭერდნენ მხარს რუსეთის ომს. ამ ოლიგარქებს რეალურად არჩევანი არ ჰქონდათ. მათ უბრალოდ ყველაფერი დაკარგეს, რადგან ასე მუშაობს ყველაფერი რუსეთში. მაგრამ ის 50 მილიარდიც კი საკმარისი არ აღმოჩნდა. ასე რომ, ამ წლის იანვარში პუტინმა ახალი გადასახადი დააწესა, რაც ფაქტობრივად გაზარდა ტვირთი რუსი მოქალაქეებისა და მცირე ბიზნესებისთვის. მაგრამ პუტინისთვის სამწუხაროდ ეს არ იმუშავა, რადგან რუს საზოგადოებას თავიდანვე ბევრი ფული არ აქვს. ამიტომ სამწუხაროდ მას ახალი გეგმის მოფიქრება მოუწია. და სწორედ ამიტომ ეხლა ის თხოვს ოლიგარქებს, რომლებიც რეალურად უჭერენ მხარს შეჭრას, უბრალოდ გაიღონ შემოწირულობა, რომ შეჭრა გაგრძელდეს. იცი, ეს არ არის ძალდატანებითი მოთხოვნა, როგორც ის ამტკიცებს. ეს უბრალოდ ქველმოქმედებაა, რომ დაეხმარონ ქვეყანას, რომელსაც დახმარება სჭირდება. ეხლა თითქოს ეს საკმარისად კომიკური არ იყოს, ყველაფერი კიდევ უფრო სასაცილო ხდება. ეს იმიტომ, რომ კრემლს კითხეს ამ ანგარიშის შესახებ და მათ უარყვეს ეს, მაგრამ ძალიან საინტერესო ფორმით. ეხლა სანამ ამას გადავხედავთ, უბრალოდ სწრაფად შეგახსენებთ და აჭიროთ მოწონებისა და გამოწერის ხილაკებს ქვემოთ. All-ჯერზე როცა რუსეთზე ვსაუბრობთ, რუსული ბოტები ჩვენს ვიდეოებს არამოწონებას აძლევენ, ასე რომ თქვენი მხარდაჭერა ნამდვილად გვეხმარება. ეხლა კი გადავხედოთ რუსულ პასუხს. კრემლის პრეს-სპიკერს კითხეს, მართალია თუ არა ეს? და მან თქვა, რომ არა. პუტინი არ ყოფილა ის, ვისაც ამ ქველმოქმედების იდეა მოუვიდა. სინამდვილეში სწორედ ბიზნესმენებმა თავად შესთავაზეს შემოწირულობის გაკეთება. ასე რომ, რუსეთი ფულს არ ითხოვს. ხალხი უბრალოდ, იცით, თავად სწირავს ფულს. და პუტინი არ არის ისეთი, რომ უარი თქვას. ასე რომ, როგორ გინდათ, ისე გაიგეთეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, შეიძლება გაიფიქროთ, რომ ირანის ომმა ჰორმუზის სრუტე დახურა. სოფლიოს ნავთობის მიწოდების დაახლოებით 20% ან დაახლოებით 20% თითქოს გაქრა. ეს ნიშნავს, რომ ნავთობის ფასები გაიზარდა და რუსულ ნავთობზე მოთხოვნაც გაიზარდა. რუსეთს ბევრი ფული არ უნდა შემოსდიოდეს. რატომ ითხოვენ შემოწირულობებს? მოდით ნახოთ რა ხდება. ჯერ მოდით ნახოთ, როგორ აშუქებს რუსული მედია ამ ომს. აქ რუსეთში ირანის ომს დიდ პრობლემად წარმოაჩენენ დონალდ ტრამპისთვის. მინდა გაჩვენოთ დღევანდელი რუსული გაზეთებიდან ერთ-ერთი. ეს არის გაზეთი იზვესტია, პირველი გვერდი. უკვე წერია აქ. ხედავთ პრეზიდენტ ტრამპს პრობლემებში, ნავთობის მაღალი ფასებით. და გაზეთი აგრძელებს, რომ ამერიკამ 3 კვირის განმავლობაში ვერ შეძლო სტრატეგიული გარღვევის მიღწევა ამ ომში. მაგრამ რუსეთს რამდენიმე სარგებელი აქვს იქ მიმდინარე მოვლენებიდან. აშშ-ს მიერ რუსულ ნავთობზე სანქციების ბოლოდროინდელი შემსუბუქება ეს მოსკოვმა მიესალმა და აქ გააჩინა იმედი, რომ სანქციების შემსუბუქება გრძელვადიან პერსპექტივაშიაც მოხდება. შემდეგ, რა თქმა უნდა, ნავთობის მაღალი ფასი, რომელიც ზრდის რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლებს, ამსუბუქებს ზეწოლას რუსეთის ეკონომიკაზე და ზრდის ზეწოლას ევროპის ეკონომიკებზე. მოსკოვს ეს განსაკუთრებით სიამოვნებს და ხშირად აღნიშნავს. ასევე რუსებს გაუხარდათ პრეზიდენტ ზელენსკის გაფრთხილება, რომ უკრაინას რაკეტების დეფიციტი აქვს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო. და ასევე ძალიან გაახარა მათ პრეზიდენტი ტრამპის ბოლო დროს გამოთქმული უკმაყოფილო ტონი, როცა ის ნატოზე საუბრობდა. აშკარად გაღიზიანებული იყო იმით, რომ ნატოს მოკავშირეებმა უარი თქვეს სამხედრო გემების ჰორმუზის სრუტეში გაგზავნაზე. ეხლა ცოტა ხნის წინ ვილაპარაკე ნავთობის ფასზე, რაც რუსეთისთვის კარგია. მაგრამ კიდევ ერთი საკითხია.
ხანგრძლივი კონფლიქტი სპარსეთის ყურეში, ახლო აღმოსავლეთში და ნავთობის სუპერმაღალი ფასების გაგრძელება შეიძლება გლობალური რეცესიის გამომწვევი გახდეს. და ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ნავთობზე მოთხოვნა შემცირდება და ეს რუსეთის ეკონომიკისთვის ცუდი ამბავი იქნება. ეხლა რუსული მედია ნამდვილად წარმოაჩენს ომს როგორც დადებითს რუსეთის ეკონომიკისთვის და გარკვეულწილად ისინი მართლაც მართალნი-ართალნი არიან. ომამდე ნავთობის ფასები დაბალი იყო და ამას გარდა რუსეთი სინამდვილეში ნავთობს ფასდაკლებით ხიდდა სანქციების გამო. ეს ნიშნავს, რომ ფასები თავიდანვე მაღალი არ იყო და რუსეთი სინამდვილეში იმ დაბალ ფასებზეც ნაკლებს იღებდა. მაგრამ ეხლა ფასები მაღალია და ამას გარდა რუსეთს შეუძლია ნავთობი პრემიუმ ფასად გაბიდოს. ასე რომ ისინი ორმაგად სარგებლობენ. მაღალი ფასები და ამას გარდა ისინი პრემიუმს იღებენ, რადგან იცით, მათ რეალურად შეუძლიათ ნავთობის მიწოდება, განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ჰორმუზის სრუტეს იყენებენ. და Financial Times-ის მიხედვით, რუსეთი ამით რეალურად ბევრ ფულს შეუვლობდა, რადგან აშშ შრომაც იცით, სანქციები 30 დღით შეამსუბუქა. რუსეთი დღეში დამატებით $150 იღებდა შემოსავლის სახით, იმის გამო, რაც ხდება. მაგრამ სამწუხაროდ პუტინისთვის, სწორედ აქ მისი სამდღიანი სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკუშედეგად უბრუნდება. ზუსტად ერთი კვირის წინ, 23 მარტს, უკრაინამ უპრეცედენტო თავდასხმა განახორციელა. მათ რუსეთს ყველაზე მტკივნეულ ადგილას დაარდრეს. უკრაინამ მიზანში ამოიღო პრიმორსკის ნავთობის ტერმინალი. ეს არის ტერმინალი, რომელსაც რუსეთი იყენებს თავისი ნავთობის გასაგზავნად. შეხედეთ ამ თავდასხმას. აი, რატო იყო ეს ტერმინალი ესეთი მნიშვნელოვანი? როგორც ვთქვი, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავთობის ტერმინალი, რომელიც რუსეთს ბალტიის ზღვაზე აქვს. და ამას გარდა გახსოვდეთ, რუსეთს ძალიან უჭირს თავისი ნავთობის შავი ზღვით გადაზიდვა, რადგან, როგორც იცით, უკრაინა იქვეა. და მათ აქვთ ცუდი ჩვევა. დაარტყან რუსულ პორტებს, რუსულ ტანკერებს და რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. ამიტომ თავის დასაცავად რუსეთი ბევრად უფრო ხშირად იყენებდა ბალტიის ტერმინალს, ვიდრე მაშინ, როცა ის ხელშეუხებელი იყო. ის უკრაინის მისაწვდომობის ფარგლებს გარეთ იყო. სამწუხაროდ ის შეცდა, რადგან ახლა რუსეთი იმავე პრობლემებს აწყდება, რასაც სხვა ქვეყნები ჰორმუზის სრუტეში აწყდებიან. როგორც კი ერთი თავდასხმა განხორციელდება, ყველა მიცის, რომ ასეთი თავდასხმები შესაძლებელია და მალე შეიძლება ძალიან გავრცელდეს. ამიტომ რუსული ტანკერების დაზღვევა, რომელთა ღირებულება $100 მილიონ შეადგენს, მნიშვნელოვნად იზრდება. ეს ნიშნავს, რომ თუ კი უკრაინა აღარაც არ განახორციელებს თავდასხმებს, რუსული ნავთობი მაინც ნაკლებად მონგებიანია, რადგან დაზღვევა ამცირებს მოგების მარჟას. მაგრამ ცუდი ამბები მხოლოდ ამ დამთავრდება. ხედავთ, ყოველი დღე, როცა ტერმინალი გათიშულია, რუსეთი კარგავს მილიონებს საგადასახადო შემოსავლებში, რადგან ბიზნესი უბრალოდ აღარ ყვავის. როცა ყველაფერი ცეცხლშია, ძალიან რთულია მისი გაგზავნა. ამ ყველაფერთან ერთად ამ ტერმინალების, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების და ნავთობის ტანკერების, ან ალბათ ნავთობის საცავების შეკეთება უფრო და უფრო რთული ხდება. ეს ის თემა, რაზეც ადრეაც გვისაუბრია. რუსეთი ჯერ კიდევ სანქციების ქვეშაა. მართალია ნავთობის გადაზიდვებთან დაკავშირებით მათ გარკვეული სანქციების შემსუბუქება ან შეღავათი მიიღეს. მაგრამ ამის გარდა სხვა სანქციები კვლავ ძალაშია. რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის ინდუსტრია დასალურ ტექნიკაზეა აგებული. იმ დროს, როცა რუსეთი თავის მეზობელს არ იპყრობდა. იცით, როცა რუსეთი თავის მეზობელს არ იპყრობდა. მაგრამ ეხლა, როცა ქარხნები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დასალურ ტექნიკაზეა აგებული, მათ სჭირდებათ დასალური ტექნიკა ნიკამის შესაკეთებლად. მაგრამ სამწუხაროდ, რუსეთს აღარ აქვს ცდომა ამ დასალურ ტექნიკაზე იმის გამო, რომ პუტინმა დაიწყო ეს ომი. ეხლა, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, პუტინი როგორმე რაღაც გზით ფარულად მაინც მოიპოვებს ამ ტექნიკას. მაგრამ ეს ზრდის მის ხარჯებს და რა თქმა უნდა, სულ უფრო მეტად იყენებს კონტრაბანდის მარშრუტებს. დასავლელი ოფიციალური პირები შეძლებენ გაარკვიონ, რა ხდება და დახურონ ეს გზები. ამიტომ პუტინს უწევს ახალი მარშრუტების პოვნა. ამას დრო სჭირდება და ეს აყოვნებს ამ ქარხნების ხელახლა ამუშავებას. და ეს ნიშნავს, რომ პუტინის საბანკო ანგარიშს ზიანი ადგება. სინამდვილეში Reuters-ის მიხედვით რუსეთის ნავთობის ექსპორტის სიმძლავრის დაახლოებით 40% გაჩერებულია უკრაინული თავდასხმების გამო. და იცით რა, ეს თავდასხმა ერთჯერადი არ ყოფილა. ბოლო კვირაში უკრაინამ ზუსტად ასეთი თავდასხმა 3-ჯერ განახორციელა. კვირაში 3-ჯერ ნიშნავს თითქმის ყოველ მეორე დღეს. ეს ნიშნავს, რომ პუტინის მთავარი შემოსავლის წყარო აღარ არის უსაფრთხო. სინამდვილეში სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ რუსი ექსპორტიორები აფრთხილებენ, შესაძლოა მოუწიოთ ფორს-მაჟორის გამოცხადება. ფაქტობრივად ეს არის გზა, რომ გამოვიდნენ უკვე ხელმოწერილი კონტრაქტებიდან, რადგან ფიქრობენ, რომ დრონების თავდასხმები შეუძლებელს ხდის ბალტიის პორტებიდან გადაზიდვას. და ამას გარდა, თავად რუსეთის მთავრობამ აკრძალა ბენზინის ექსპორტი რუსეთიდან, უკრაინული თავდასხმების გამო ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. ბევრი რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ მუშაობს. ეს ნიშნავს, რომ ეს ქარხნები ვერ ამუშავებენ ნავთობს და ვერ გარდაქმნიან მას ბენზინად.
ასე რომ რუსეთს უბრალოდ არ ყოფნის მარაგი რომ ბენზინი საზღვარგარეთ გააგზავნოს და შიდა მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ამიტომაც ისინი უბრალოდ კრძალავენ ექსპორტს. ეხლა მნიშვნელოვანია განმარტოთ, რომ ბენზინი არ ნიშნავს ნავთობს. მათთვის, ვინც ნავთობის ინდუსტრიაში კარგად არ არის გარკვეული. რუსეთი კვლავ აგზავნის ნედლ ნავთობს საზღვარგარეთ. როცა კი შეუძლია, იცით, როცა ნავთობის პორტები და ტერმინალები არ იწვის. მაგრამ ბენზინის ექსპორტი ახლა მომდევნო 2 თვის განმავლობაში აკრძალულია, რადგან რუსეთი ელოდება, რომ ეს თავდასხმები გაგრძელდება და მათ ის მცირე რაოდენობის ბენზინი, რაც აქვთ, შიდა მოხმარებისთვის სჭირდებათ. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის სამდღიანი სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკვე 4 წლისა და ქვეყანა, რომლის დააპყრობაც მან სცადა, ახლა ზრუნავს იმაზე, რომ მან ვეღარც კი გადაიხადოს ომის ხარჯები. ალბათ, ეს არ იყო პუტინის გეგმა. როგორც არ უნდა იყოს, ეს იყო ყველაფერი, რაც თქვენთვის ჰქონდა. ჩემი სახელია სემი. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.